რაც შეეხება სხვა თემებს, წერილი ქვეყნის დამაზიანებელი შინაარსით ავტორი კოალიცია ცვლილებებია ადრესატები ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. ოპოზიციურმა პარტიამ მოთხოვნები 4 პუნქტად გაწერა და წერილში ჩაწერა, რომ პარტნიორები სიმბოლურიდან ხის თქმედებებზე უნდა გადავიდნენ. პერსონალური სანქციები, მეგობარი აქტის მიღება, პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა, სურვილების სიაში ოპოზიციურ ალიანსად სალომე ზურაბიშვილი გამორჩენია. კოალიცია ყოფილის ლეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს. საქართველოდან გაგზავნილ წერილს ჯერ მხოლოდ თბილისში აფასებენ. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ოპონენტები ქვეყნის დაზიანებას ყველა მეთოდით ცდილობენ. მათი მთავარი სამიზნე კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, იხსენებენ ოპოზიციის ვოიაჟებსაც. ლელა ჯავახიშვილი უერთდება თემის დეტალებით კურიერის ეთერს. ლელა, როგორია პოზიციები წერილთან დაკავშირებით და რა სურს ოპოზიციას ამ წერილით? გადამწყვეტი ნაბიჯების დროა ამბობენ წერილით და ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკისგან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება სურთ, მათ შორის მეგობარი აქტის მიღებაც, რომელიც შეჩერებულია. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ღიად გამოაქვთ ის, რაზეც კულუარებში პარტნიორებს ესაუბრებიან, თუმცა ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ საჯარო მოწოდებების მიღმა ის შეფარული გეგმა დგას, რომელიც ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე გადის. აქ ლაპარაკია იმ ზაკრულ გეგმაზე, რომელიც ჰქონდათ, რომელიც ვერ შეასრულეს მიუხედავად უშველებელი თანხისა. სადამსჯელო ზომები ჩავარდნილი რევოლუციის სანაცვლოდ. ასე აფასებს მმართველი გუნდი წერილს, რომელიც კოალიცია ცვლილებების სახელით ევროკავშირში, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში გაიგზავნა. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებს მმართველი გუნდის ლიდერების დასანქცირებას, მეგობარი აქტის მიღებას, ხელისუფლებასთან პოლიტიკური და ფინანსური კავშირების შეჩერებას, ხალხის ნების ლეგიტიმურ წარმომადგენლებად კი ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სალომე ზურაბიშვილის აღიარებას თხოვენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ამ ღია მოწოდებების უკან რეალურად ის ფარული მიზნები დგას, რაც მთლიანად ქვეყნის დაზიანებას უკავშირდება. ვერ განვითარდა ვერც რევოლუცია, რა პერსპექტივად შეიძლება ქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება. ვერ დააზიანეს ეკონომიკა, ვერ დააზიანეს ლარის კურსი, ვერ ჩაკეტეს შუა დერეფანი. აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგიის გატარებისკენ მოუწოდებს დღეს ის ნაწილი ამ კოლექტიური ნაცმოძრაობისა, თუმცა საერთო აზრია. კიდევ ყოფნით უტიფრობა და მიმართავენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასაც, რომლის ხელმძღვანელს სულახლახანს უწოდებდნენ რუსეთის აგენტს. წერილის ხელმომწერები ახალი დროა და გირჩი მეტი თავისუფლება არიან. სამი პარტიის სახელით ერთი კოალიცია წერს, რომ სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა და პარტნიორებმა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგან. წინააღმდეგობის ერთობა, რომელიც არის ჩამოყალიბდა საზოგადოების, პარტიების, არასამთავრობო სექტორის, ხალბატონის სალომეს გარშემო და ერთობლივად, აი ეს ფორმა არის, რომელიც უნდა აღიაროს დასავლეთმა, როგორც ლეგიტიმური დემოკრატიის მცველები ქვეყანაში და ასანქციოს ქართული ოცნების წარმომადგენლები. ჯერ კიდევ აქვს დრო მეგობარ აქტს იქცეს რეალობად. თავარი შინაარსი ის არის, რომ არის ღია წერილი, ღიად მიმართავთ ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ. დასავლეთს ხისტი გადაწყვეტილების მიღებას თხოვენ ნაციონალური მოძრაობაც და ლელოც. იმავდროულად ამტკიცებენ, რომ ბრიუსელში დახურულ შეხვედრებზე პარტნიორებს საპირისპიროში არწმუნებენ, რომ რისკების მიუხედავად უვიზო მიმოსვლა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს. ევროპულ კომისიას აქვს ამ კუთხით ნათქვამი ძალიან მკაფიოდ. საქართველოს დღეს ძალიან მაღალი რისკის წინაშე, რომ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც უვიზო მიმოსვლა და არც კანდიდატის სტატუსი. დანარჩენ ვინ რას ამბობს და ვინ რას აკეთებს, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კომუნიკაცია პარტნიორებთან, რომელიც ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ხოლმე. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და მუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქართული ხალხი გადარჩეს და არ დაისაჯოს ამ შემთხვევაში და მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდვები შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეპრესიულ კანონებს იღებენ, აღასრულებენ და ჩართულები არიან ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, თუმცა არ უცდ ხა ევროპელი ბიუროკრატები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ევროპელი ბიუროკრატები, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს შანტაჟის იარაღად იყენებენ, დიდი ხანია აცხადებს ქართული ოცნება. მართულ გუნდში ამბობენ, რომ საჯარო უარყოფის მიუხედავად ამ პროცესის თანამონაწილეები არიან მათი ოპონენტებიც. უმრავლესობის თქმით, სწორედ ოპოზიცია არწმუნებს ბრიუსელში მაღალჩინოსნებს, რომ საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა შეუჩერდეს ქვეყანას, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი არ გამოიღო.
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შანტაჟი ეს არ ახალია და მუქარები ცდილობა აქვთ რომ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ბოლომდე ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ბოლომდე ქაოსში გავხვიონ და ამის შემდეგ ხელი მოითმოს გარკვეულმა ჯგუფებმა, ვის ინტერესს არის ეს ქაოსი და უბედურება. აი ამაში ყველაფერში ეხმარებიან ჩვენი ეს რადიკალები, რომლებიც თანამშრომლობდნენ აწვდენ ინფორმაციას, არასწორ ინფორმაციას, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ქვეყნის გაშევებას აგრძელებდნენ. დაწყებული სალომე ზურაბიშვილი და დანარჩენი ეს ლიდერები ვინც იყვნენ. შესაბამისად, სამართლიანია საქმე რო აღიძრა, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საზოგადოება ყოველთვის ითხოვდა დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ უყურებთ ამ მცირე ჯგუფს, რომელიც ძირითადად ითხოვენ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ მათ უკვეთავენ რომ არ წაიკითხონ და ისე გააპროტესტონ. წერტილმძიმეც კი არ შეცვალონ და პირდაპირ წაიკითხონ ის რაც მათ გამოუგზავნეს. ისე რომ ეს ხალხი გარდა იმისა რომ არიან უსამშობლოები, არიან საცოდავები თავისი პოზიციიდან, იმიტომ რომ აგენტის ბედი ასეთი მძიმეა, რასაც დაიკვეთავენ შენიშვნის შეტანის უფლებაც კი არ გავს, ის უპირობოდ უნდა შეასრულოს. მორიგი დაკვეთა, რომელიც უბრალესობის თქმით ოპოზიციამ უპირობოდ შეასრულა 28 ნოემბრის აქციის დაანონსება იყო. საუბარია ტექსტზე, რომელიც პრაიმ ტაიმის ინფორმაციით ბრიუსელიდან გამოიგზავნა და რომელიც მედიაში გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის წინ ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხეს. დემოკრატიის უკუსვლა ევროპაში, რომელიც იფსოსის კვლევამ ამხილა. რეზონანსულ ანგარიშს წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაცია 9 სახელმწიფოში 10,000 გამოკითხულზე დაყრდნობით ავრცელებს. ყალბი ამბები კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, დასავლეთის ქვეყნებში შიშობენ, რომ საფრთხები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ევროპა საკუთარ რეალობაზე თვალს ხუჭავს, თუმცა კრიტიკის ისრები საქართველოსკენ აქვს მომართული. ამ ფონზე კი მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დასავლეთი დემოკრატიის კრიზისამდე ევრობიუროკრატების ნაბიჯებმა მიიყვანა. ქართული ოცნება იმ ბრალდებებს იხსენებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატებს უყენებს და რომელიც უკვე გამოკითხვითაც დადასტურდა. დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ექსტრემისტული პოლიტიკის ზრდა. ეს ფაქტორები 9 ქვეყანაში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეებად დაასახელა. საერთაშორისო კვლევა იფსოსმა ჩაატარა. დასავლეთის ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა დემოკრატიის ხარისხით და შიშობს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი გამოწვევებია მოსალოდნელი. სამწუხარო ის არის ფაქტი, რომ ევროპის ესე იგი ეს ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, ძევლად ყავს აყვანილ deep states და ამის გამოსახულება ის. ფაქტიურად, ესე იგი, საფრანგეთს ეკონომიკური ზრდა აქვს 0.5, გერმანიას პლუსი ექნება თუ არა, რეცესიისკენ არის, მინუსი აქვს და დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოს ან ინფლაცია უტევს, ან კიდე დაბალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და ეს მიუთითებს იმასე, რომ არაჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ. და აგერ ასახობოა ამან იმ კვლევებში, რომელიც დღეს ეხლა წარმოდგენილია იფსოს კვლევების სახით. იფსოსის კვლევის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი დემოკრატიის დონით უკმაყოფილებას 53% გამოთქვამს. გაერთიანებულ სამეფოში 51%. ამავე დროს საფრანგეთში 86% და ისპანეთში 80% შიშობს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება მომდევნო წლებშიც. ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ. დასავლეთში ამომრჩევლები შეშფოთებულნი არიან დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეებით და ფიქრობენ, რომ ექსტრემისტული პარტიები, ყალბი ამბები და კორუფცია ძირს უთხრის არჩევნებს. დემოკრატიულ სამყაროში მოსახლეობის უკმაყოფილება მთავრობის მისამართით ბუნებრივი პროცესია მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებში კრიტიკის გამოხატვა თავისუფლად არის შესაძლებელი. პრობლემები არის ყველა დემოკრატიაში, ეს სრულიად ჩვეულებრივი ფენომენია. უბრალოდ განსხვავებით ჩვენი სახელმწიფოსგან ამ ჩამოთვლილ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ ეს რეალობა. დიდი განსხვავება, რასაც მე ვხედავ, არის რომ ამ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ რომ აერჩიონ სხვა ხელისუფლება, ნორმალური, ადეკვატური და საკუთარი ხედვის თანახმად გამოასწორონ პოლიტიკური სიტუაცია და სოციალური სიტუაცია. დასავლურ დემოკრატიაში შეიძლება არსებობდეს ბევრი პრობლემაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯანდაცვის კუთხით, განათლების კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით დასავლეთი და ევროპა რა თქმა უნდა გაცილებით უფრო წინ იმყოფება. საბოლოო ჯამში რაც უნდა ხაროზი იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი მდგომარეობა ყველა მიმართულებით არის სამაგალითო, მათ შორის უნდა იყოს და არის კიდევაც, იმიტომ რომ არიან როგორც უფრო მეტ სოციალობენ, უფრო კარგი ჯანდაცვა აქვთ, უფრო მეტ კარგი განათლების სისტემა აქვთ, უფრო მეტად არის დაცული ადამიანის უფლებები ამ ქვეყნებში.
იფსოსის კვლევა პოლიტიკომ გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად გამოკითხვა იმ დროს ტარდება, როდესაც მზარდია შეშფოთება, რომ დასავლეთში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კი უკმაყოფილოა თვითმმართველობის სისტემების წინაშე არსებული პრობლემებით. მართლ გუნდში ფიქრობენ, რომ გამოკითხვამ ნათლად წარმოაჩინა ის საფრთხეები, რაც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებობს. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, უცხოელი მოქალაქეების მიერ გამოთქმული კრიტიკა იმ ბრალდებების იდენტურია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატიას უყენებს. ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენ იქნეს თავიანთი ამ ქმედებებით, რომ პირდაპირ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი და იცით, რომ არაერთი ევროპელი ბიუროკრატის წინააღმდეგ, მათ შორის ევროკავშირში აი ამ სტრუქტურებში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ დაიწყო გარკვეული სისხლის ამატლის საქმეების ძიება. ხო? ეს იქნებოდა დაუშვათ სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში გამოუთხარა ძირი და მიწასთან გაასწორა ევროკავშირის ავტორიტეტი და აი ამ კვლევამაც დაადასტურა ეს ყველაფერი. ზარდია საზოგადოებაში უკმაყოფილება, ისინი თვლიან, რომ მათი ხელისუფლებები მათი ინტერესებს ვერ იცავენ, ისინი უყურებენ კორუფციას, უყურებენ ისმენენ დეზინფორმაციას და დემოკრატიის სიმცირის ხარისხი უკვე მათთვის თვალშისაცემია. ისე რომ მე ვფიქრობ, ევროლიბერალებმა ჯობია საკუთარ საზოგადოებას მოусვინონ და შემდეგ წვასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს. იფსოსის კვლევაში მონაწილეობა ევროკავშირის 7 ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების 10,000-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო. დემოკრატიის კრიზისთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში კორუფციული სკანდალია. ავანგარდში უკრაინა, ომში მყოფი ქვეყნიდან ბრალდებულთა ნაწილი გარბის დარჩენილები კი გისოსებს მიღმა არიან. ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვაზე ანტიკორუფციული სააგენტო ძებნას აცხადებს. ამ ფონზე კი უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ გამოძიება ყველა წესის დაცვით ჩატარდება. კორუფციული სკანდალის ამბავი უკრაინას გასცდა და ევროპამდეც მივიდა. დასავლელი ლიდერები კრიტიკას აღარ მალავენ და ქვეყნის შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. უკრაინის კორუფციული სკანდალი ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისგან პასუხებს ითხოვენ და ღიად მოუწოდებენ გამჭვირვალე გამოძიებისკენ. კორუფციის მოთმენის შემთხვევაში უკრაინას წაგებას უწინასწარმეტყველებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკის განცხადებით, პროუკრაინული ენთუზიაზმი დღეს გაცილებით ნაკლებია. ხალხი კი ომით და ხარჯებით დაიღალა. ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგან თუ ასეთ ინციდენტს მოითმენთ, ომს წააგებთ. რუსებისთვის ეს ყოველთვის ძლიერი არგუმენტი იყო. ისინი ამბობდნენ, როგორი სახელმწიფოა, ნუ მიიღებთ მას სერიოზულად. ეს ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა. ევროპაშიც კი ზოგიერთი თვლის, რომ უკრაინა უფრო კორუმპირებულია ვიდრე რუსეთი. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ, რადგან ეს მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტია. 100 მილიონი დოლარის კორუფციული საქმის კვალი უკრაინელ მაღალჩინოსნებამდე და ზელენსკის ახლო გარემოცვამდე მივიდა. კორუფციის გამო გაასამართლებენ უკრაინის პრეზიდენტის მეგობარს, ტიმურ მინდიჩს, რომელმაც ქვეყანა დატოვა. უკრაინიდან გაიქცა მისი ფინანსისტიც, თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმაც. ახლა ფინანსური გამოძიების ფაზაში გადავდივართ. ახლა უნდა დავაკვირდეთ თანხების მოძრაობას, სახელმწიფო და კერძო ბანკების მეშვეობით და თანხების გადაადგილებას საზღვარგარეთ. ჩვენი ინფორმაციით ისინი ხშირად იყენებდნენ კრიპტოვალუტას, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო გაართულებს. ასეთი სკანდალები უპირველეს ყოვლისა აფუჭებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. უკრაინის ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებენ ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებიც. ადგილობრივები კონკრეტული პირების დასჯას ითხოვენ. ქვეყნის რეპუტაცია ახლა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც შეეხება მოქალაქეების განწყობას. აქ განწყობა განსხვავებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ცხადია, რომ ეს ძალიან უსიამოვნოა. მინდა რომ კანონის უზენაესობა გქონდეს და ამტკიცეს ეს დანაშაული ჩასვან ციხეში. უკრაინის მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების აუდიტი დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გააკეთა. საქმის დეტალებზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერმაც. მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს. მთავრობამ წარადგინა მოთხოვნა 2 მინისტრის დასათხოვად, სანქციები ანტიკორუფციული მასალების ფიგურანტების წინააღმდეგ და ენერგოატომის გადატვირთვა. ვემზადებით ყოვლის მომცველი ზომებისთვის სახელმწიფო, კერძოდ კი ენერგო კომპანიებში.
რისთვის და რა ფორმით იხარჯება ევროკავშირიდან მიღებული თანხები უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას ზუსტ ანგარიშს თხოვენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს მიმართავს გადახედონ უკრაინის დახმარების საკითხს. ბრიუსელი უკვე მრავალი წელია ევროპელი ხალხის ფულით უკრაინის სახელმწიფოს ოპერაციებს აფინანსებს. ამასობაში უკრაინაში კორუფცია მძინვარებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯერ არავის უნახავს ზუსტი ანგარიში იმის შესახებ, როგორ იხარჯება ევროკავშირიდან მიღებული თანხები. რა სურს ბრიუსელს? მეტი ფულის გაგზავნა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომლის გარემოცვაშიც ცოტა ხნის წინ დიდი კორუფციული ქსელი გამოაშკარავდა. დროა ეს სიგიჟე შევაჩეროთ, შევწყვიტოთ ევროპელი ხალხის ფულის უკრაინაში გაგზავნა. კორუფციასთან შეგუების პოლიტიკა, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, ამაზე საუბრობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. რადისლავ სიკორსკი ამბობს, რომ ევროკავშირი სამართლიანობას მოითხოვს. უკრაინა კორუფციას თუ მოითმენს, ევროკავშირში ვერ შევა, ევროკავშირის სამართლიანობას და პროცედურების გამოყენებას მოითხოვს. გადამწყვეტი იქნება თუ როგორი რეაგირება ექნება უკრაინის მთავრობას კორუფციის საკითხზე. კორუფციულ სკანდალში უკრაინის მთავრობის შესაძლო ჩართულობაზე მიანიშნებს იტალიის ვიცე-პრემიერიც. როგორც ჩანს, თავს იჩენს კორუფციული სკანდალები, რომლებშიც ჩართულია უკრაინის მთავრობა. ამიტომ არ მინდა, რომ იტალიელი დასაქმებულებისა და პენსიონერების ფული კორუფციის კიდევ უფრო გაძლიერებას მოხმარდეს. გონია, რომ ის, რაც ბოლო საათებში ხდება რუსული ჯარების წინსვლასთან ერთად, გვეუბნება, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა უკრაინის ინტერესებშია ომის შეჩერება. კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით სტატიას ავრცელებს პოლიტიკოც, გამოცემის ინფორმაციით დასავლელ პარტნიორებს უკრაინაში კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმის ხილვას სურთ. რათა დარწმუნდნენ, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის გაწეული დახმარება რეალურად ფრონტის ხაზზე მიდის. ევროპელი პარტნიორები უკრაინისგან ბოლო დროს მომხდარ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვენ. 100 მილიონიანი კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ უკრაინის მოკავშირეები სერიოზულად შეშფოთებულები არიან ამ ფაქტით და კიევისგან გარანტიების მიღებას სურთ იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იხარჯება მათ მიერ გამოყოფილი მილიარდობით ევრო. დასავლელ პარტნიორებს უკრაინაში კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ხილვა სურთ, რათა დარწმუნდნენ, რომ გაწეული დახმარება რეალურად ფრონტის ხაზზე მიდის და არა კონკრეტული პირების ჯიბეში. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ენერგეტიკულ სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა. დანაშაულებრივ საქმიანობაში სახელმწიფო კომპანია ენერგოატომი იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, ენერგოატომის კონტრაქტორები იძულებულები იყვნენ კომპანიისთვის ქრთამი გადაეხადათ, რომ მათი პროდუქცია არ დაბლოკილიყო. საქმეს კი ზელენსკის გარემოცვის წევრები ხელმძღვანელობდნენ. ქრთამისა და ფულის გათეთრების საქმეში 10-მდე პირია ბრალდებული, მათგან 5 პატიმრობაშია. დანაშაულებრივი სქემა კი იმ ორგანიზაციებმა გაშიფრეს, რომელთა დამოუკიდებლობის გაუქმებასაც ზელენსკიმ რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა. თუმცა მალევე საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. თბილისის მერის ვიდეო მიმართვა კახა კალაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე საუბრობს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერით გადაუარა. მერმა ისაუბრა, რამდენად დამაზიანებელია საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის გავრცელება. მან ფოტომასალაც წარადგინა და განმარტა, რომ დემონტაჟი დაუსრულებელ მცირე ზომის ნაგებობას ჩაუტარდა, რომლის მშენებლობაც უკანონო იყო. სამართალდამცავი პირი ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა. მან მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიამ შესაბამისად იმოქმედა. კალაძე აცხადებს, რომ არ ყოფილა შემთხვევა თბილისში ტაძრის მშენებლობა მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო, რადგან ასეთ დროს საპატრიარქოსგან მერია ყოველთვის ინფორმირებულია. ნაგებობას კი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან. კახა კალაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მერიამ ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე განცხადება და ფოტომასალა გაავრცელა, თუმცა მედია საშუალებამ ეს განმარტება არ გააშუქა. როდესაც ხდება ეკლესიის მშენებლობა, საპატრიარქო ყოველთვის გვაყენებს საქმის კურსში, ეს ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, არანაირი ეკლესიის მშენებლობა არ მიმდინარეობდა. კონკრეტულ არეალზე ან კონკრეტულ ადგილზე რა თქმა უნდა არაფერი არ იყო, სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო მშენებლობა და ყველაფერი ცხადიდან ნათელია. ჩვენ მივედით გაფრთხილება გავაკეთეთ, რომ თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მაგრამ არ გააკეთეს ეს და შემდეგ ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს. თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ
პროექტის დამტკიცებას, თუმცა ამ ნაგებობას არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან და ეკლესიის მშენებლობასთან. აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუწია. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წლების წინ იყო მოთხოვნა დასახლებაში ეკლესია აშენებულიყო. პროექტიც არსებობდა, თუმცა შენობა ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც ახლა განხორციელდა, გათვალისწინებული იმ პროექტითაც არ იყო. საპატრიარქო არ იძლევა ნებართვებს ტაძრის მშენებლობაზე თუ არ არის გადმოცემული მიწა თუ ის არ ეკუთვნის საპატრიარქოს. ამ შემთხვევაშიც წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, პროექტიც არსებობდა, თუმცა ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუწია, აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. კომერციული მოსყიდვის ფაქტი საბრალდებო სკამზე-ზის ერთი პირი ჰერმესის ზედამხედველს ხელბორგელის სამართალდამცველებმა დაადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი მუქალქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს საკუთრებაში გადასცემდა და მოწმობას დაუმზადებდა, სადაც გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები ჩაიწერებოდა. დაკავებულმა სანაცვლოდ 4600 ლარი მოითხოვა. მუქალქემ კი ბრალდებულს თანხა ნაწილ-ნაწილ გადასცა. საქმეში დევს აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ეს ფარული ვიდეო ჩანაწერი შპს ჰერმესის სპეციალისტის წინააღმდეგ საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. ორწუთიან ვიდეოში ბრალდებული საფლავების შეძენით დაინტერესებულ ქალს 4600 ლარი სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადებას პირდება. თითქოს მუხათგვერდის სასაფლაოზე მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუაა დასაფლავებული. დოკუმენტის მიღების შემდეგ კი კლიენტი სამადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. სინამდვილეში ჩემი ბაბუ არის დაკრძალული ცხინვალის რაიონში რა და თქვენ ხო როგორ თქვით ვითომ ხო იქნება დარწերը გავაკეთოთ ეს ხო 4600 და საბუთი როდის მექნება მაქსიმუმ ორ კვირაში ოფიციალური გადასახადი ხო არა მაგრამ საბუთს რომ მოგცემე მე რომ მიტანა ის 2500 აჰა ეს გამომართ აყოფილი ხარ ხა შესრულებული საქმე კი კურიერი დღეს შემთხვევის ადგილზე მუხათგვერდის სასაფლაოზეც მივიდა. დაკავებულის თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კურიერთან ყვებიან იმასაც, რომ საფლავების გასხვისება ყოველთვის კანონის ფარგლებში ხდებოდა. რაცა ღირს და როგორც არის კანონიერად ის ეკეთებოდა ყველაფერი. მე ვარ მესაფლავო. მე ეგეთი მეებში საქმე არ მაქვს. მე რასაც მეუბნებიან ვაკეთებ იმას და დანარჩენი ხა შიგით რა ხდება და ვიას აკეთებს უბრალოდ ეხლა პირველად გავიგე ეგეთი რაღაცა რომ მოხდა. არის არაფერი არ ვიცი. მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაო სპეციალისტ ბრალის ოფიციალური დადგენილება დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააცნეს. გამოძიება მას კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას ედავება. ადვოკატის ინფორმაციით დაკავებული დანაშაულს აღიარებს. როგორც მან განაცხადა, ეს იყო მისთვის პირველი შემთხვევა და თვითონაც ძალიან ნანობს ჩადენილ ქმედებას. ედავებიან იმას, რომ სასაფლაოს მონაცვლეობაში აიღო რაღაც გარკვეული თანხა. და შესაბამისად დაამზადა ყალბი დოკუმენტი. ჩვენი შემდგომლობა უკვე იქნება გირაოს მოთხოვნა. ადვოკატი გირაოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული საფლავებს კანონის გვერდის ავლით ხიდდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ჰერმესის სერვისების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა სამსახურეობრივი ვალდებულებების დარღვევით მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა. თითქოს და კონკრეტულ სასაფლაოზე ბაბუა მისი იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც სამადგილიანი საფლავის მიღება შეძლებდა. აღნიშნული სანაცვლოდ კი მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4600 ლარი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 ნოემბერს დააკავეს. დაკავებული ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციელთა სოციალური გარანტიები გაუმჯობესდება. შესაბამისი დოკუმენტი უკვე კანონმდებლობის მაგიდაზე დევს. ცვლილება პოლიციის შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია გაორმაგდება. ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში კი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა გაიზრდება. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს კიდევ ერთი სიახლე ემატება. შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ სიახლეები პოლიციელების გარდა მეხანძრე მაშველებზეც გავრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია. ცვლილებათა პაკეტის მიზანი პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული პოლიციელისთვის სოციალური გარანტიები გაიზრდება. 2000-ის ნაცვლად 10000 ლარი იქნება კომპენსაცია მსუბუქ დაზიანებაზე. 4000-ის ნაცვლად 15000 ნაკლებად მძიმე. მძიმე დაზიანების შემთხვევაში კი 7000-ის ნაცვლად პოლიციელს 20000 ლარი გადაეცემა. ორმაგდება კომპენსაცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში. ოჯახს ერთჯერადად 30000 ლარი გადაეცემა. სოციალური გარანტიების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისთვის. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში გვიწევს საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, რაც გარკვეულწილად საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის, თითოეული პოლიციელისთვის, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება არის ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო დაფასება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის უშუალო გამოხატულება. შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოლიციის შესახებ კანონს ემატება პუნქტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამართალდამცველი შეძლებს 1 წლის ვადით ანაზღაურებადი შვებულების მიღებას, რა დროსაც მას აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურეობის, რეაბილიტაციის, ტრანსპორტირებისა და მოვლის ხარჯები. ასევე ანაზღაურდება მისი ფულადისარგო და დანამატები. შემოდის ახალი ტიპის შვებულება, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. და შეიძლება გაიცეს თანამშრომელზე, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მისი ვადა შეიძლება იყოს 1 წელი, თუმცა შესაბამისი კომისიის დასკვნის შედეგად ეს ვადაც შეიძლება იყოს გახანგრძლივებული. აგრეთვე ცვლილება შევა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში, რათა ანალოგიური გაზრდილი კომპენსაციები და სხვა სოციალური გარანტიები გავრცელებული იქნეს ჩვენს მეხანძრე მაშველებზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების სარგებლობას პოლიციელები შეძლებენ არა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, დაზიანების მიღების შემთხვევაში. 4 თვიანი შვებულება მინისტრის ბრძანებით იქნება გათვალისწინებული ავადმყოფობის შემთხვევაშიც. იგივე გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე მაშველებიც. აღნიშნული ტიპის სოციალური გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მეხანძრე მაშველისთვის, რადგან მეხანძრე მაშველებს უწევთ საგანგებო სიტუაციებში ჩართვა, რაც არის მაღალი რისკის შემცველი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიებით ისარგებლებენ შრომის უუნარობის გამო სამინისტროდან დათხოვნილი თანამშრომლები. სოციალური გარანტიები გავრცელდება სამინისტრო სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზეც, ასევე შრომის უნარობის გამო სისტემიდან დაათხოვნილ პირზე. სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები მინისტრის ბრძანებით გაიწერება. ანალოგიური ცვლილებები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონშიც შევა. საქართველოს როგორც სანდო პარტნიორი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელ ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მე-11 მინისტერიალს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. იფჩელეს წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხებზე. განიხილეს შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმო საქმიანობის ანგარიში. აღინიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში ჩვენი ქვეყანა სანდო და პროაქტიული პარტნიორია. მარიამ ქრივიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის რიგით მე-11 მინისტერიალი საქართველოს გახსნა. ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებს სამომავლო პროექტებთან ერთად ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები გააცნო. მარიამ ქრივიშვილის განმარტებით ფორმატი ქვეყნის ტრანზიტულ და ლოჯისტიკურ ფუნქციას უფრო მეტად გაზრდის. საქართველო კი გახდება ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს. მინისტერიალის ფარგლებში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ამ პროექტის შესახებ, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება თითოეული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა გაჩნდა მას მერე, რაც საქართველოს მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სახით, რომელსაც კიდევ ერთხელ ექნება უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით. ზოგადად ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორს და ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.
მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნა ეს 4 პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვაა. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ფორმატში მხარეებმა ისეთ პროექტებზე ისაუბრეს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, განიხილეს შეთანხმების ფარგლებში ერთობლივად შექმნილი საწარმოს საქმიანობის ანგარიში, ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ განვიხილეთ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს საქართველოს შავი ზღვის გავლით, რუმინეთსა და უნგრეთს. დერეფანი მოგცემს შესაძლებლობას, რომ ენერგორესურსები, კერძოდ კი ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გავიტანოთ და ამით წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ და დელეგაციებთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა ვაჭრობისა და ენერგეტიკის უწყებების ხელმძღვანელებმა. მათ საერთო ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი უნგრეთისთვის არამხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სტრატეგიული პროექტია და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე ის მომავალში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. მწვანე ენერგია არსებითი იქნება მწვანე ტრანზიციისთვის, რადგან არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ის მნიშვნელოვნად გაიზრდება მომავალ 10 წლეულებში ელექტრიფიკაციის გამო. როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტს, სამრეწველო განვითარებას ან გათბობა-გაგრილების სისტემებს. რუმინეთის საქართველოს პარტნიორია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, რომელიც არამხოლოდ გაამყარებს კარგ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ ხელშეუწყობს რუმინეთის ამბიციას შეაგროვოს ელექტროენერგია კასპიის რეგიონიდან და შეიტანს წვრილს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და მთელი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. მინისტერიალის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ ექსპერტები, ამბობენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ეკონომიკური და ფინანსური მიმართულების გარდა ხდება რეგიონული ცენტრი ეკოლოგიისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ. მრავალ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ეკოლოგიური წონასწორობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების მომავალი თაობის უსაფრთხო ცხოვრებას, არატრადიციული და განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენებას. საქართველოს აქვს უკვე პრეტენზია და პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯები არა მარტო იმისთვის, რომ ის იყოს რეგიონალური ცენტრი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ეკონომიკური, ფინანსური ხაზით, არამედ უკვე ეკოლოგიისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ. სტრატეგიული პარტნიორობა, სექტორული ინტეგრაცია, პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა. თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალს კოლეგა დიპლომატებთან ერთად ბულგარეთის ელჩი, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ვიზიტორთა გაზრდილი ინტერესი, რომელიც მზარდ სტატისტიკას განაპირობებს. საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლია და წალკის კანიონი. 2025 წლის 10 თვის განმავლობაში ამ დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმატებულ სტატისტიკას და საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და ახალი სერვისების დანერგვით ხსნის. ტირალას ეროვნულ პარკში შეიძლება ითქვას, რომ პიკს მიაღწია ვიზიტორების და ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა დაცული ტერიტორიის საერთო სტატისტიკაზეც აისახა. მიმდინარე წელს მტირალას ეროვნულ პარკში დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე 100,000 გადააჭარბა, რაც პარკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. წაბლნარას ჩანჩქერი, ორი მთისა და ცივწყაროს ბილიკები. ის ტურისტული მარშრუტებია, რომელიც მტირალას სტუმრებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაცული ტერიტორია ექსტრემის მოყვარულებსაც იზიდავს. ზიპლაინის სერვისი ერთ-ერთი აქტივობაა, რომელსაც ადმინისტრაცია ადრენალინით დაინტერესებულ პირებს თავაზობს. ძირითადად ათვალიერებენ ველურ ბუნებას, კოლხური ტიპის ტყეებს, ჩანჩქერებს, ლანდშაფტებს, ბუნებრივია. პარკში არის სხვადასხვა სერვისები, ზიპლაინი, თოკების პარკი, საპიკნიკე ადგილები. და შესაბამისად სოფელ ჩაქვისთავშიც ადგილობრივებს აქვთ მათი სერვისები, რასაც ბუნებრივია იქაც სარგებლობენ. ტირალას გარდა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა. ბოლო 10 თვეში განხორციელდა 1,150,000-ზე მეტი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.
დაცულ ტერიტორიებზე გაზრდილია როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. ჩვენ ისრაელიდან ვართ, ინტერნეტიდან შევიტყვით ამ პარკის შესახებ. აქ ყველაფერი შესანიშნავია, ბუნება, წყალი, ადამიანები. ახლა ჩანჩქერის სანახავად მივდივართ. მომწონს აქაურობა, იმიტომ რომ გამორჩეული ბუნება და ლამაზი ხედებია. უკვე შემიყვარდა ეს შესანიშნავი ადგილი. მაღალ ჩანჩქერზე ვიყავი და ფოტოებიც გადავიღე. არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. ფიზიკური აქტივობისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. This place is fine. მეგობრებმა მირჩიეს და წამოვედი მენახა ეს უნიკალური ბუნება. ძალიან მომეწონა, ძალიან მოხარული ვარ რომ დავათვალიერე, იმიტომ რომ სხვა ადგილებში ვიყავი, მაგრამ ასეთი სილამაზე არ მინახავ. ურჩევ მეგობრებს და ყველას მოვიდნენ და ნახონ ეს ულამაზესი ადგილები. ვიზიტორების ინტერესის ზრდას დაცული ტერიტორიების სააგენტოში ახალ შეთავაზებებს, პროექტებს და გაუმჯობესებულ სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას უკავშირებენ. იზრდება ტურისტული მარშრუტების ჩამონათვალიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. უახლოეს პერიოდში გაიხსნება თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის და ზედაზენის უბნებზე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, ასევე ბირთვისის კანიონზე ვიზიტორებს შევთავაზებთ ახალ ეკოტურისტულ კომპლექსს, სადაც მთელი დღის კომფორტულად გატარების საშუალება ექნებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა 100 დაცული ტერიტორია აღრიცხული. თითოეული მათგანის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია საკუთარ ინტერესზე მორგებული ტურისტული მარშრუტი ინტერნეტით დაგეგმოს და საქართველოს უნიკალურ ბუნებას ადგილზე გაეცნოს. 12 ენაზე აღღერებული ვეფხისტყაოსანი ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა კაცობრიობისთვის რუსთაველი საჩუქარი დეტალურად შეისწავლეს. პირველად მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტში 287 ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მიერ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანის პრეზენტაცია გაიმართა. იმსჩელეს არსებულ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლინგვისტურ თავისებურებებზე. ز گنجگاه ایران دریافتم. En voyant tantôt le tourment et tantôt le bienfait. 12 ენაზე აღღერებული ავთანდილის ლოცვა და 287 ადამიანის ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანი. რუსთაველის საჩუქარი კაცობრიობას. ამ სახელწოდებით ოქსფორდის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 65 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიება ქართველი მეცნიერების ინიციატივით გაიმართა. ითქვის მაღალო ღმერთო სასიხარულოა და საპატიოა ასეთი კონფერენცია ჩატარდა. მონაწილეებს, სტუდენტებს, მეცნიერებს მიმართა ქალბატონმა თეა გომელაურმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ოქსფორდში და გახლავთ ამ კონფერენციის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად ხდება ასეთი რამ, როდესაც ასეთი ხასიათის საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ენებზე 12 ენაზე იქნება წაიკითხეს ნაწყვეტი ვეფხისტყაოსნიდან, კერძოდ ავთანდილის ლოცვა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ქართული ვეფხისტყაოსანი შეისწავლეს. მოამზადეს ნაშრომები უნიკალური ქართული ნაწარმოების ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლინგვისტურ მნიშვნელობაზე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს კავშირს საქართველოსთან, მოუთმენლად ველით მათთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ვეფხისტყაოსანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია ყველა ქართველისათვის. ოქსფორდში ამავე ღონისძიებაზე პირველად გაიმართა ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნის პრეზენტაცია. პირველი გვერდი გადაწერა მის მოუწმინდესობამ და მაშინ ბრძანა რომ ეს ხელნაწერი აუცილებლად უნდა გამოიცეს და სამზითოდ ვეფხისტყაოსანი გახდება. აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა გააკეთა ძალიან საინტერესო კვლევა ამ ზითვად გატანების ტრადიციაზე. ამ ვეფხისტყაოსანს თან ახლავს ყველა აფორიზმი ცალკე დანომრილი სტროფების მიხედვით და გაფორმებულია ლადო გუდიაშვილის შედევრებით ილუსტრაციები, საზედაო ასოები და კამარები. ოქსფორდის შემდეგ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნის გამოცემას უკვე ქართული საზოგადოება თბილისში გაეცნობა. პრეზენტაცია დედაქალაქში დეკემბერშია დაგეგმილი, რის მერეც მას ქვეყნის სხვა ქალაქებში ჩაიტანენ.
ასეთი იყო კურიერი 9 საათზე. დარჩით რუსთავერზე, წინ გელოდებათ გადაცემა შეფების ლიგა. ნახვამდის.